გამარჯობა მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენი ეგრეთ წოდებული სასაცილო ვიდეოების სერიას ცივი რაის კანონთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ძალიან კომიკური მოქმედი კანონი გვაქვს, რომელიც 1 თებერვალს შევიდა ძალაში. არც მანამდე მოქმედი კანონი არ იყო მთლად დალაგებული, არც იმის წინა კანონი არ იყო მთლად დალაგებული, თუმცა ეს ბოლო კანონმა ძალიან დაიხვეწა და სიცხადე შეიტანა, ესეთი სახელი დავარქვათ. ვისაც წინა ვიდეოები არ გინახავთ, ეს ყველა წარმოდგენილი ნივთი ცივი არაღი არის დღესდღეობით და თქვათ დაჟადი არის 500 ლარის ჯარიმით და კონფისკაციით და რიგ შემთხვევებში სისხლის სამართალში გადადის და მოგეხსენებათ ბევრი ადამიანი სასჯელს იხდის ცივი არაღის ტარებისათვის წინა საარჩევნოდ ამინისტიაც კი გამოცხადდა. ხო და რაღაცა ინტერესი გამიშთა მსგავსი ნივთების მიმართ მოგეხსენებათ, მგონია რომ რაღაც პერიოდის მერე იმედი მაქვს ჩვენს ცხოვრებაში და მოვესწრებით მაგას, რომ უკან მოვიტოვებთ ამ სიბნელეს და მერე რაღაც დავსხდებით ხოლმე და ვიცინებთ თუ ვინ რაზე არის დაჯარიმებული და რა სიტუაციაში. თუ ჩვენ ვერ მოვესწრებით, ღრმად ვარ დარწმუნებული მაშინ, რომ ჩვენს შემდეგი თაობები იცინებენ ამ ყველაფერზე და ისე მოიგონებენ, როგორც აი ჩვენ შუა საუკუნეებს ვიგონებ ხოლმე, რომ შუა საუკუნეებში რომ სიგიჟეები ხდებოდა ხოლმე, ვიღაცა შეიძლება წითელი თმა ქონდა და რაღაცა ჯადოქრად შეერაცხათ და ვიღაცა თუ იტყოდა, რომ პლანეტა მთლად ბრტყელი არ არის და ცოტათი გადახრილი არის, შეიძლება რაღაცა ცეცხლზე დაეწვათ და ასე შემდეგ. მოკლედ მე მგონია, რომ რაღაცა მსგავს სიგიჟეში ვცხოვრობთ ახლა ჩვენც. ვისაც წინა ვიდეოები არ გინახავთ, მაგალითად, აი ეს ნივთი ცივი არაღი არის შვეიცარიული მრავალფუნქციური. აი ეს პომიდორის დანა, ესეც ცივი არაღი არის და 500 ლარის ჯარიმა არის, კონფისკაცია და რიგ შემთხვევებში, როგორც გითხარით, სისხლის სამართალი. აი ეს კარაქის დანაც ცივი არაღი არის. ხო და ნელა წამოვიდა ახლა ჯარიმები მოგეხსენებათ, დრო ჭირდება პატარა 1 თებერვალს შევიდა და კანონი ძალაში და რაღაც პროცედურები, ექსპერტიზის დასკვნა ასე შემდეგ და უკვე ბოლო კვირეებია მოდის ეს დასკვნები რა და აი მაგალითად წინა კვირას ადამიანი აი ამაზე დააჯარიმეს, ეს ჩამოართვეს ესეთი მრავალფუნქციური პატარა ნივთი არის, რომელსაც ესეთი პატარა მაკრატელი აქვს აქეთ ესეთი გასაღებზე ჩამოსაკიდებელი პატარა სახრახნისი აქვს, ესეთი პატარა სიმის ამოსაღები აქვს, პატარა სახრახნისი აქვს კიდევ აქ ესეთი კონსერვის გასახსნელი და ბოთლის გასახსნელი გვაქვს და იქ აყვავს სადღაცას დამნაშავე, აი მეგობრებო. ეს არის დანა, რომელსაც აქვს ექსპერტის დასკვნით 44 მმ და ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი და გახდა ცივი არაღი. ჩემი აზრით ამ კანონის განხილვისას 40 მმ-ზე რო შეთანხმდა და ჩაწერეს პირის მაქსიმალური სიგრძე, ჩემი აზრით სახაზავი არ იყო წარმოდგენილი იმ სუფრაზე. ხო და საბოლოოდ ისე გამოვიდა, გაუგებრობა არის და 40 მმ არის. დანარჩენი რაც არის, ეს არის. ახლა ბევრი ადამიანი სვავს კითხვას, როგორ იზომება ეს პირის მაქსიმალური სიგრძე და რა არის. პირის მაქსიმალური სიგრძე, მეგობრებო, იზომება ესე. ახლა ამ კონკრეტულ დანაზე ვთქვი კი, ეს მაგალითად წინა კანონის შემთხვევაში გადაურჩა რეპრესიებს, მაგრამ ბოლოდროინდელი ჩასწორებებით მოხდა რეპრესიების სპორპლი არის და გახდა ცივი არაღი. და წერია რომ აი პირის სიგრძე 51 მმ, 5 და 1 სანტიმეტრი და ნომერ 38 დადგენილებით მოცემულ მონაცემთა მიხედვით მიეკუთვნება ცივი არაღს. ხო და ეს 51 მმ, მეგობრებო, მანამდე თუ რაღაც ხანის ეიზომებოდა ხოლმე და ხანას, ეხლა კანონში ძალიან მკაფიოდ წერია პირის მაქსიმალური სიგრძე და ესეთი ცხადი გახდა, რასაც ვითხოვდით, რომ გარკვევით ჩაწერილი იყო რაღაცეები და 51 მმ, მეგობრებო, 5-იანი 1 მმ და აი ზუსტად 51 მმ. აქედანაც გავზომოთ, აი ხედავთ როგორი ზუსტად არის გაზომული 51 მმ და დღესდღეობით ცივი არაღი არის ეს ნივთი. ხო და როგორც გითხარით, პატარა ინტერესი გამიშთა, ახლა ესეთი ნივთების მიმართ რაღაც კოლექციას შევაგროვებ. ეს ნივთი მაგალითად ჩემი არ იყო, მაგრამ ამაზე რო დააჯარიმეს, მეგობარს თხოვე და მომიტანა და ესეც დავდე კოლექციაში. ხო და გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთი ესეთი საინტერესო ნივთი შემატო ჩემს კოლექციას. მე მგონია, რომ ამაზეც შემდეგში მე ისე სახალისოდ მოვიგონებთ ხოლმე, რომ აი ეს ცივი არაღი იყო და მაგალითად აი ახლა მე რომ გარეთ გავიდე ამითი, შეიძლება სისხლის სამართალში გადამივიდეს დანაშაული, იმიტომ რომ თქვათ მანამდე ვარ დაჯარიმებული, არ მოყვები თქვათ რა სიტუაციაში, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, მე გაგიზიარებთ უკვე ჩემს შემთხვევებს, მაგრამ ამ ჯერზე არ მოყვები. ხო და ახლა რო გარეთ გავიდე, დიდი ალბათობით სისხლის სამართალში გადამივიდა, შეიძლება ციხეში ჩამსვან აი ამის გამო. აი ესეთი პატარა მაკრატელი არის.
ესეთი პატარა საჩიშქნი და პატარა კლიპი გვაქვს. შეიძლება ესეც ცივი არაღი იყოს, რას გაიგებ. ხო. ნახოთ, დავულებთ ექსპერტიზის დასკვნას და ესეთი დამნაშავე ყავს აქ. ეს ძალსახად დანა არის და ძალსახად არ ჯდება ჩვენ სტანდარტში. მოგეხსენება დაშვებული ზომა არის 40 მმ და ეს მოცემული დანა დარს რომ მივადოთ, გაჭიმული 46 მმ იქნება ალბათ. ვნახოთ. 45 მმ არის. 45 მმ. კეთილი მეგობრებო, მოკლედ ავიდან მე ახლა ამას სამხარაულში, თქვენახევარი დაველოდები დასკვნას, თქვენახევარში მექნება და მე მივამატებ კოლექციას. მანამდე თქვენს თუ რაიმე ინტერესი გაქვთ, კვირაში ერთი წალიდეინი თემი გვაქვს ექსპერტიზაზე, ხარჯებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და თქვენახევარი ჭირდება ხოლმე რა და რამდენიმე კვირის წინ მოგზადებული პირველი და ნელ ახლა ისე გამოვა, კვირაში ერთ წალ ნივთზე გაგიზიარებთ ხოლმე ერთ დასკვნას და ერთ წალ ნივთს ჩავდეთ მე კოლექციაში და მაგასაც განახებთ ხოლმე. კეთილი, მადლობა ყურადღებისთვის.